ნახევარია უთენია. ასი ლამაზეს შეხედით. რა კარგია ქაურობა. ელექტროძრავის ხმის მეტი არაფერი არ ისმის თურმე. ოკეი, დღეს უნდა ვიჭირო ქაშაპი პოპერზე. უბრალოდ გუშინ ვიჭირე. დღეს მინდა გადავიღო კადრები. რამხელა ქაშაპია და რამხელა რაოდენობა და რა აქტივობა უბრალოდ უნდა ნახოთ. ეს ადგილი, ისაც ჩემი არხი გაქვთ გამოწერილი, გეცნობათ ალბათ. შაშანაკ ძალიან კარგად ვიჭირე ბლისებზე. ზედაპირულებზე უნდა ვიჭირო ქაშაპი. პოპერი და ვოლქერი. ესეთი ცისქნა პოპერია, ჩაკალის ჩაბი პოპერი. ეს დიდი ხანია, ეს პოპერი დიდი ხანია მაქვს. ქაშაპიც მიჭერია, გორჩილაც მიჭერია და წერიც დამიჭერია. ხო და მოკლედ რომ მოვდიოდი მიზანი მქონდა მოკლედ ზედაპირულებზე მიჭირა ქაშაპი. ესეთი პატარა ზედაპირულები. ესეც ჩაბი არის. ჩაბი პოპერია ესეც. ეს არის სმიტის ტოვადი. ძალიან მაგარი ვოლქერია. ხო და მიზანი მართულად მინდოდა ამ ზედაპირულებზე ჭერა რა. ეგრე შევიარაღდი მოკლედ. წამოვიღე ზედაპირულები და გუში რო დავიწყეთ თევზაობა, მოკლედ აღმოჩნდა რომ შენი ყანყალა და ვობლერი ძალიანაც არ მოწონს ამ გაიძვერას და აი ზედაპირულებმა გუშინდელი დღე გადაარჩინა ფაქტიურად. მაგარი ჭერა ქონდა სასწაული, ზომებიც ძალიან კარგები იყო. პასიურია როგორც ჩანს, ჯერ, ან არ ვიცი, შეიძლება დილაობით არის ეგეთი პასიური. ხო და გუშინ ეგრე იყო ყოველ შემთხვევაში. და არ უნდოდა ჩქარი გატარება, ყანყალა ტრიალა არ უნდოდა. უნდოდა ეს პოპერი და ნელი გატარებები. აი ნახოთ აბა რა იქნება ახლა დღეს. დილაობით ძალიან კარგი ამინდია ხოლმე, წყნარია, ქარი არ არის. მე შუა დღისკენ უკვე ნიავი უბერავს და მოუხერხებელია. აი ყურეთი დავიწყებ, აგერ მივალ, აი თავზე თამაშობს. დიდი შამაია და ქაშაპი უბრალოდ ამ წყალსატევში ბლომათაა. ვინც არიცით, საქართველოს არ არის სამწუხაროდ. თურქეთია. და დასანანია რომ არანაკლები წყალსაცავები გვაქვს, მაგრამ ჩვენთან სამწუხაროდ არ არის. ისევ და ისევ ჩვენი სიხარბის და უნიათობის გამო. აი მანძილზე გავჩერდები. ძალიან ახლოს არა აქ მისვლას აზრი, იმიტომ რომ არ ეფრთხება. შორიდან ჯობია მივაწოდოთ პოპერი მაქსიმალურად ახლოს. რა გაიძვერა თუ არ ჩაუგდე თავის ზონაში, სადაც თვითონ ცხოვრობს და კომფორტულება. კი არ გამოდის. ეს ტოტებთან და ჩაუგდო. შეიძლება არც ცხოვრობს აქ ქაშაპი. ძებნა უნდა. იყო გამოსვლა. წერია რა, წერის იმიტაციაა. სხვათა შორის აი ესეთი პოპერის გატარება ნაკლებად მოწონდა, უფრო ვოლქერის გატარება.
ესეთი რაღაცები უფრო მოწონდა. გუშინ ეგრე იყო, დღეს ნახოთ რა იქნება. და ძალიან ლამაზია ზედაპირული თევზაობა. ზოგადად ყველა სახეობაზე და ქაშაპზე განსაკუთრებით. როცა აქტიური არ არის, ეს შეხტომებს კი არ აკეთებს, ქვეშიდან იწოვს რაღაცნაირად, ისე ჩუმად იღებს პოპერს რო გაგიჟდები. არ ვიცი, აი ადრე დილაროა მაგიტოა ესეთი თუ საღამოს სხვათა შორის შეუტია. საღამოს ბევრად აქტიურად იღებდა. ეს ძალიან პატარაა, ესეთი არ დამიჭერია აქ. მაგრამ აი წარმოიდგინე, როგორი პატარა იღებს. აი ესეთი პატარაც კი იღებს, ბიჭო. მაიმუნო, შენ პოპერის ხელა ხარ სულ. უკანა სამკავი შესანსლა. თევზს უშვებ, რა თქმა უნდა, ქაშაპი ხა და წასაღები თევზია და მithumetes აქედან ისეთი კაი შამაიები ყავს, აღება თუ გინდა კაც რო რა ვიცი. სიფთარი. მაგრამ ზომა ეს სატყუარის ხელა თევზია. ოკეი, ბუდე გვინდა, დიდი თევზების ბუდე. აუ, კაი რა. კარგად შეუტია, მაგრამ ეს ციცქნა ესეც. ესეთი თევზი, ესეთი ქაშაპი არ გვინახია ჩვენ გუშინ. ოპ. ეს დამოსგილია. კუწნარად აიღო. 4 გრამამდე და 8 გრამამდე ალფა მაქვს, ორი ჯოხით ვარ. ახლა ეს პატარა პოპერია და 4 გრამიანი ალფა შვენივრად უმკლავდება. ეს არის აი ლიფსიტა რა აქაურობის. აქაურობის რიგითი ჩვეულებრივი ჯარისკაცია. ჩაბი პოპერი. ტაქტიკა ეგეთია რა. მივყვები ნაპირებს. და პოტენციურ ადგილებს ესეთი 1-2 სროლით მოჩხრიკავ. არ არის. მაქსიმალურად ახლოს უნდა ჩააგდო. ნაპირთან, ტოტებთან, კლდესთან, რომ შედეგი გქონდეს. ესე არ უნდა. ესე არ უნდა გაიწვერას. და ესე ტყუპ, ესე თუ ჩავარდება, შენი შორს არ მოყვება. მაქსიმუმ 1 მეტრა, 2 მეტრა. მე აზრი აღარ აქვს, უნდა მოახვია თავიდან ის როლი. დაი. აი როგორ აიღო. საშუალო ზომა. ყლუპუნით აიღო. ერთი აცილა და მე აიღო. ჩამბი. ესეთი ეს არის რა ვერც 300 გრამიანი, ეს არის საშუალო სტანდარტული საშუალო რა. ამის გათავისუფლებაა პრობლემა. გიჟივით ხტუნაობს და მოასწარი. აი ბატონო, ცეპესეც კაი ადგილია გავემეოროთ.
ისე აქ ის ძმები ხო არ არიან? არა. შენ ცოტა წინ. 200 ამინდია და რა კარგი ადგილებია. ეგრევე მიახდა? ვარდნაზე ქონდა რეაქცია აცილა და მე მოუტრიალდა და აი ხო. ვიცი, ესე დაპირულზე. ქაშაპის ჭერა რაღაცა ოცრება. დინარეზეც მithევზავია. დინარეზეც, ტბებზეც. და აი ძალიან მაგარი. ეფექტური ხო არის და არის რა. ეხა ესე იგი ყანყალა და ვობლერი და რაღაცა შეიარაღებული ვიყავით გუშინ, მაგრამ აი არ უნდოდა რა ეს შენი ჩქარი გატარება. ნუ ვობლერებით სტოპ-ენ-გოუ შეგიძლია ატარო და რაღაცები, მაგრამ არ მოწონდა რა ეს ზედაპირული ამბავი უნდოდა და ხშირად არის ეგრე. ზედაპირული მუშაობს. აბალეღვის ფოთოლო დამინდე. აჰა. აბა. ქაშაპი ჯგუფური ტიპია, ხშირად რამდენიმე ცხოვრობს ხოლმე ერთად, მაგრამ თან შიშარაა ძალიან და რაღაც პატარა საფრთხის შემთხვევაში ფრთხება და იმალებიან. არის. იგეთივე. ამას ისეც ამოუწევ. კაი. აგიშვებ მაცადე. გაბადე ჯერ არ დაგჭირვებია. ეგრევე რეაქცია. პატარა ჯოხით რა მაგარია. მაგარი. ჯო პატარა მაგრამ ცოტი გულიანია. ისე ლეგვის ქვეშ უყარს ჯდომა გაიძვერას. ტოვა ლეღვებიც ვივა და წერებიც ვივა და არის. მოდი პატარა მოდი. ამდენივე ცხოვრობს. მე პატარებია უკვე. ძირითადად პირველი უფრო აქტიური ან დიდი იჭირება და მე პატარები მეყვებიან. ეგრევე აიღო. ურო ბიჭო. ეგრევე აიღო გაიწერა. ასე. მცენარეებთან ერთად მომყავს. ნაგავთან ერთად.
მოაცილებ და აი წაიღო. და მოყვება და მე იღებს. ეგრევე. პატარები გიჟებით ნადირობენ. ხედა. განება, შეშო. აი. კილოიანები ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა კილოიანი კი არა, 3 კილოიანებიცა. ანუ ultralight testებზიც არის სასიამოვნო საჭერია. შენი რასრიალა. შენი აცილა. საოცარი დილა, წყნარი. ჭიტების ჭიკჭიკი და ქაშაპის ჭერა. მე კიდე გვინდა ჩვენ. გაძრა. სტიას და გაძრა. აი, წავიდეთ ამ გავხმარხესთან. აი, ბუდეში დგან ქაშაპები. ახლა ბიჭო, კრევები ახლა რა გიჟია. ხედავდი რამოდენიმე მოზრდილი იდგა და ეს ყველაზე აქტიური ან ყველაზე სწრაფი რომელიც იყო ის მიახტა. აი ესე ბუდეში საგიჟეთია. ამ ლამაზ კლდეებს დავარქვით კლდეკარის ყურე. ძალიან ლამაზი ადგილია და თან ხშირად კარგი თევზი დგას. შიგნით ყურია და იქაც შევალ. აქედან დავიწყებ. პატარები არ გვინდა ეხლა რა. დიდები რაცა. დედიკოები. უაწვალებს. არ არის პატარა. ახლა ბიჭო პატარასავით ეცაცუნებოდა ეს გაიწვერა და. აი მოზრდილია. ურაში. Რუას გრამიანი იქნება. კილომდე რა. კაი თევზია. შემამაძახლა შენა. პატარა მეგონი არა და. აი
ესეთი რა. მერი ზომა. მოდი ჩუმად წყნარად უცებ გაგიშვათ, არ იხტუნაო. კარგი ბიჭი ხარ. ანუ ეს ვერ გაიგებ. შეიძლება პატარა სავი წაუცაცუნოს და დაждდეს რაღაცა მონსტრი. ნუ ეს საშუალოზე ოდნავ დიდი თევზი იყო აქაუროვისთვის, მაგრამ აბა კედაცოლე რა შეტევები აქვს ბიჭი. ეს უფრო პატარა, მაგრამ შეტევა უფრო ლამაზი ქონდა. მოიტაცა, გავიდა, გიჟი დამოვარდა და შესასვლა და წაიღო თავის ბუნაგში. ხელაზე შესასვლა ბიჭო. ხელაზე შესასვლა პოპერი. რა გაიშეტევა იყო. კარგი თამამი შეტევა იყო. გრამამდე ალფარი ამ სიტუაციაში ზღაპრული. კიდე ყავს ვინმე სახში. ყავს. კარგი ზომა იყო, გაძრა. კაი ზომა იყო. ნუ კილომდე რა. აბა კიდე. პიჭო. მეთქი ესე ახლოს არ აიღებს თქო და როგორ არ აიღებს. ვიახტა ბიჭო. ვიახტა აცილა და მე მაინც აიღო. გამოფხიზდა. გამოფხიზდა, გაიწვერა. ესეთი გაჟაბუნა. იყო შეხტომა, მაგრამ არ დაჭდა. აჰა, თვითონ ლეღვიდან ჩამოვარდნილი ხოჭოა. იფიდივით გადაახტაზებოდა. რა ძალიან დიდია რა. ცადოთ კიდე. ლეღვი უყვარს რა. ლეგვის ძირები, მაგრამ უყვართან გაიძვერებს.
მაყულის ბუჩქებიც მოწონს ქაშაპს. Чума დაიღო შემაიმულში. ხოდა ამასობაში წასვლის დროა. შეუტია. ორი დღით ვიყავით, მე და ვასო ჩამოსული. გუშინ მაგრა ვიჭირე, პრინციპში ზომები გუშინ უფრო კარგი ვიჭირე, მაგრამ კამერა არ მქონდა და გადაწყვიტე დღეს გადამეხო, ამიტომ ისეთი სასწაული ზომები დღეს არ შემხვდა, მაგრამ ამ საშუალო ზომის ქაშაპისგანაც მაგარი ადრენალინია და ზედაპირულზე. რა კამერაში ალბათ გამოჩნდება, ხა როგორც მე ვხედავ ისე რა თქმა უნდა არ ჩანს, მაგრამ ემოციები იმედია აღიქმება. ზაფხულის ვარიანტია, მოკლედ ზედაპირული დამდგარ წყალში და მდინარეში, როგორც თქვი, ყველგან მუშაობს. პატარა ვოლქერები, პატარა პოპერები, პატარას გულისხმობ 4 სანტიმეტრამდე, 4 რა, 4 და 42 მილიმეტრი, 45-ით შეიძლება. თუმცა აქ მხოლოდ ქაშაპია შეიძლება 50-იანიც აიღოს. ეს კონკრეტული ფაქტურად, ჩანს რო არ შემიცვლია ხო სატყუარა. არ და მაქვს მეორე პოპერიც ნატურალურ ფერში, თუმცა არ ვიცი ხა თევზისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, სიმართლე გითხრათ. არ დაკვირვება არ მქონია გუშინ და დღეს. თუმცა ჩემთვის პირადად სროლა კონტროლი სატყუარის, აი ესეთი ყველაფერი უფრო მოსახერხებელია რა. ანუ სროლა რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქაშაპზე თევზაობისას, მით უმეტეს ამ ზედაპირულზე. ძალიან ახლოს დასვა ნაპირთან, ფოთოლთან, ხესთან, ფოთლიან ტოტებთან, ხეებთან, ჩაძირულ ხეებთან, კლდესთან. ხო და როცა ისური და აი ამ მუქ ფონზე ღია ფერის, ანუ ეს გამჭვირვალე სატყუარა არა მეორე, გამჭვირვალე სატყუარას კარგად ვერსო. აი ესეთი აგრესიული ფერი, შარტრეზი ფერი კონტროლის ამბავში ძალიან კარგია. თან ფაქტია რომ თევსაც მოწონს. ჩოხი ალფა 4 გრამამდე 198 სანტიმეტრია სიგრძე. კლასიკური კლასიკური ულტრალაითია, ჩემთვის დინარე, ქაშაპი, კალმახი, შამაია, ალფა არის ჩემი მარჯვენა ხელი. დეზი 03 წნული. იტალიური ასოს წნულია, თუ არ ვცდები არ მახსოვს და 2000-იანი დაივა ლეგალისი. არაფერი ძალიან მარტივი ყველაფერი. აქ თავარია სროლა, გატარება, ადგილების გამოცნობა და სატყუარა. სატყუარა კიდე ჭაკალის ჩაპი. ძალიან მაგარი, ძალიან მუშა პოპერი. მოკლედ დღეს სულ ეს იყო. ქაშაპებით, კალმახებით და შამაიებით მომავალში დაგიბრუნდებით.